მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენო მეგობრებო, ეთერშია ფერტიმედის პოდკასტი, რომელიც შეიქმნა თათია ტუღუშის თაოსნობით, თათია ტუღუშის დამსახურებით და ეს პოდკასტების სერია იქნება დიდი, გრძელი და გაანათლებს საზოგადოებას ძალიან საინტერესო თემების შესახებ. მოკლედ, რატო ვარ აქ მე, იმიტომ რომ ესე გადავწყვიტეთ, რომ მე პატარა წვლილი შევიტანო ამაში და წავიყვანო ეს პოდკასტი. დავმეხმარება ასევე ნინა, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თუ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და თავარ როლში იქნება, რა თქმა უნდა, თათია ტუღუში, რომელიც არის ცნობილი რეპროდუქტოლოგი, ძალიან კარგი ექიმი და ყველაზე ძალიან რაც მიხარია, არის ძალიან მაგარი ადამიანი და ჩემი მეგობარი. მოგესალმებით, გოგოებო. მოგესალმებით. პირველ შეკითხვას დავსვავ, სანამ პოდკასტს დავიწყებთ, ესე შესავლად, აი რატომ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცოდეს. კონკრეტულად პოდკასტის გაკეთება გადავაწყვეტინეთ პირდაპირ ვიტყვი, ხარ დავმალავ. ეს არის ნინას და ნიკას დამსახურება. იმიტომ რომ მე მგონია რომ შენ უნდა ჩანდე. გასაგებია და ამავე დროს უკვე ძალიან მართლა გავიდა ბევრი წელი, რაც უკვე ენდომეტრიოზზე უამრავი რამ იწერება, ვითარდება, ბევრი რაღაცა იცვლება და რაღაცაც თითქოს ინფორმაციულ ვაკუუმშია ეს ხალხი საქართველოში, იმიტომ რომ ისევ პაციენტები მოდიან, ისევ გაურკვეველი კითხვებით, ისევ თითქოს და არანამკურნალები, ხა ენდომეტრიოზის კურნალობას მე ამას ჩვენ ცალკე განვიხილავთ, ძალიან რთული ამ საკითხზე, მაგრამ უშვილობასთან მიმართებაში უფრო მეტად ხვდებიან ესეთი პაციენტები ჩემთან ენდომეტრიოზს და რაღაცა ვაკუუმია ისევ რა, რომელიც მე 30 წლის წინ დავბრუნდი ამერიკიდან რაც ხდებოდა, დაახლოებით წინ ძალიან პროგრესსაც ვერ ხედავ და ამიტომ უფრო გადავწყვეტე და არის და ხელოვნური განაყოფიერება ეხა არის ძალიან ბუმია ამის მსოფლიოში. რა თქმა უნდა და ერთ-ერთი მისი განპირობებელი რომ ხელოვნური განაყოფიერებაზე მიდის ადამიანი, ენდომეტრიოზია პირველი ამისი მთავარი მიზეზი და ამიტომ მაინც იგივე ვაკუუმია და აი რატომ ვერ გავიგე ამ პაციენტების აი სრულ ვაკუუმში არიან შემეხამაღლა. მე მგონია რომ ეს პოდკასტიც გადაცემა მომდის ხომ. ეს პოდკასტიც დაიწყებს სტერეოტიპების დანგრევას. ადამიანების და აქედან იწყება, იმიტომ რომ კაცი ზის, რომელმაც არ იცის არც გინეკოლოგია, არც მედიცინა და აი მე დღეს ვიქნები მსმენელის როლში, უბრალოდ თუ რამე შენ კარგად გაგიხსენ და გაგაგებინეთ, ესე იგი ძალიან წინ მე ანუ მე ვიქნები ის, რა ქვია, ის ფოკუს ჯგუფი, ასე ვთქვათ, ვინც გაიგებს ეკრანის მიღვა. მოკლედ დავიწყოთ. შესავალი გაკეთებულია. ძალიან უკვე ინტერესში ჩავაგდეთ უკვე მაყურებელი და დავიწყოთ ენდომეტრიოზით. რა არის ენდომეტრიოზი და როგორ ხდება მისი მკურნალობა, როგორ მოდის პაციენტი თქვენამდე, როგორ ისმევა ის დიაგნოზი. მეც მაინტერესებს. უფრო დააკონკრეტოს ნინა, რადგანაც ნინა უფრო ჩემ Facebook-ს აკონტროლებს, მან კიდევ უფრო იცის რაღაც ისეთი შეკითხვები აი ამ ენდომეტრიოზთან დაკავშირებით უფრო ისე მე ვფიქრობ, რომ ბოდიშ გიხდით, მე ვფიქრობ, რომ კაცებმაც უნდა იცოდეს, თუ ყავს მეორე ნახევარი, ქალების დაავადებების, ქალების ტკივილების, ქალების უნდა იცოდეს. მე ვფიქრობ, როგორც ახალგაზრდებმაც ყველა მე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გინეკოლოგიური დაავადება, რომელიც მარტო ქალს სჭირს. ამიტომ მამაკაცმა აუცილებლად ყოველ შემთხვევაში ელემენტარული მაინც უნდა იცოდეს. სულ ახალგაზრდა. ზოგადად ეს პრობლემა ბიოლოგიის, მედიცინის ცოდნის ზოგადად არ გულისხმობთ რაღაცა სადოქტოროს დონეზე ცოდნავს, გულისხმობთ, რომ ვიცოდეთ ჩვენი სხეული როგორ ფუნქციონირებს. ამის პრობლემა არის ჩვენც რო საუბრობდით, ანუ პოდკასტამდე როგორ მოვედით და დღევანდელ თემატიკაზე როგორ შევჯერდით, მაგ ამბავსაც მოვყვები, ასე ვთქვათ. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, არ ქონდა თავიდან მნიშვნელობა ამას, მაინც და მაინც ფორმატს, რა ფორმატით გავაკეთებდით, საგანმანათლებლო კონტენტი რო ყოფილიყო, რომ ადამიანებთან მიგვეტანა სწორი ინფორმაცია სწორ დროს, რომ შეიძლება ახლა არ გეგმავენ, ასე ვთქვათ, შვილის სკოლას, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში აუცილებელია, რომ რაღაც ინფორმაციებს ვფლობდეთ, რომ მე ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას არ შევეჯახოთ და უმეტესი რომ იმ დროს ზუსტად არ მიაკითხონ ექიმს, როდესაც
რომელსაც უკვე პრაქტიკულად ძალიან ბევრი დრო აქვს დაკარგული და შეიძლება დაგვიანებული. და უფრო აგრესიული ინტერვენცია არის საჭირო, უფრო ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ ამისკეთება. ამის პრობლემა არის, გადავხედეთ კომენტარებს, არა მხოლოდ ჩვენს გვერდზე, სხვა გვერდებზე ძალიან ბევრი ქალთა ჯგუფი არის. ეხლაც ენდომეტრიოზზე, იმიტომ საუბრობთ, რომ თემასთან ძალიან ახლო არის. ჩვენ ასე ვთქვათ, რეპროდუქტოლოგიაზე ვზრუნავთ და ენდომეტრიოზი არის ერთ-ერთი მტერი რეპროდუქტოლოგიის. მარტო დაავადებაზე არ ვსაუბრებთ, ამის გავრცელება, ამის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებმა რო იცოდნენ ამ დაავადების შესახებ, იმიტომ რომ დღევანდელ ეპოქაში აღარავინ არაფერს არ აკონტროლებს, ვისაც უნდა არის გამოდის და სპიჩებს ამბობს, პოდკასტებს წერს, ვიდეო ბლოგებს წერს, შემიძლია აგერ იმას რა ქვია. ამის გაფილტრა არის ჯერ საშინელება და რა ხელოვნურ ინტელექტს კითხო ენდომეტრიოზი, მაგალითად აგერ და შემიძლია აგერ პოდკასტი ჩავწეროს თავისუფლად ან ვიდეო ბლოგი და მეტყვის ამას, მე რამდენად გადმოვცემ სწორად არ ვიცი და ამიტომ პროფესიონალურმა უნდა აკეთონ ყველაფერი ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერი იყოს კარგად. ბოდიში. ერთი პატარა მიგნებაც მაქვს მაგასთან დაკავშირებით, აი თათია მახსენა ინფორმაციული ვაკუუმი. ზოგჯერ ინფორმაციული ვაკუუმი იწვევს პრობლემებს და ზოგჯერ პირიქით ძალიან ბევრი ინფორმაცია. შედიხარ Google-ში სხვადასხვა საძიებო სისტემაში, კითხულობ ამდენ არაავტორიზებულ ინფორმაციას და მე ეს ყველაფერი დამთრგუნველი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასოწარკვეთილი კომენტარი ვნახე, რომ აი ენდომეტრიოზის დიაგნოზი დამისვეს, ამას ვაკეთებ, სხვადასხვა მკურნალობას გავდივარ, აი ყველა საინტერესებს საბოლოოდ, აი შვილის გაჩენას შევძლებ თუ ვერ შევძლებ, რა პრობლემა შემიქმნის, რა მეთოდია სწორი, ანუ ბევრი ინფორმაციაც და გაუფილტრავით, ასე ვთქვათ, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს და ამასაც გვინდა რომ ასე ვთქვათ, პატარა ნათელი მოვფინოთ. და უცებ ვთქვათ, რომ ენდომეტრიოზი ყველგან შეუძლია აი ChatGPT-ს გაგცემს პასუხს რა არის ენდომეტრიოზი, უცებ ვთქვათ, ეს არის საშვილოსნოს აქვს ღრუ და აი ამ ღრუს წარმოქმნილი ქსოვილი ნაწილაკები, ამ ქსოვილოვანი ნაწილაკები ვრცელდებიან არასწორ ადგილებზე. ანუ საშვილოსნოს ღრუში მათი ადგილი არის ნორმა, მაგრამ მისი გავრცელება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, საშვილოსნოს გარეთ უკვე არის პათოლოგია. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს პატარა ქსოვილები, რომელიც ჩვეულებრივად უნდა იყვნენ საშვილოსნოს ღრუში, ნაწილაკები ვრცელდებიან საშვილოსნოს ქალის მილების საშუალებით მუცლის ღრუში. ანუ როდესაც ქალი მენსტრუირებს, როგორც გარეთ გამოდის სისხლი, ასევე პატარა შხეფების სახით გადადის მუცლის ღრუში და ეს შხეფები ლაგდებიან სხვადასხვა ადგილებში, ნაწლავებზე, შეიძლება შარდის ბურჯზე, დიაფრაგმაზე, საკვერცხებზე და იქ ჩაბუდდებიან და წარმოიქმნება, ესე იგი, არასწორ ადგილებზე გავრცელების შედეგად წარმოიქმნება ანთებითი კერები, ამ ანთებითი კერები მერე უკავშირდებიან ერთმანეთს შეხორცებებით და ასე რომ ვთქვათ, უღრანი ტყე წარმოიქმნება შეხორცებების მუცლის ღრუში. რა თქმა უნდა, მენსტრუაციის დროს წარმოიდგინეთ, ჯერ ისეთ კი ვაქავს მარტო საშვილოსნოს ღრუდან რო მენსტრუირებს და წარმოიდგინეთ, ყველა ადგილიდან ხდება, ანუ ასე რომ ვთქვათ, თქვენ ენაზე პოპულარული მენსტრუირებს ყველა ეს ნაწილაკი საშვილოსნოს გარეთ, მუცლის ღრუში. არის ამიტომ გაუსაძლისი ზოგს აქვს ტკივილი ამ ასეთი გართულებული მდგომარეობის დროს, მაგრამ არიან ადამიანები 99%-ს საერთოდ ეკარგება ცხოვრების უნარი, სექსის სურვილი, საერთოდ სიცოცხლის უნარს კარგავს ციკლის წინ და ციკლის დროს ქალი 90 დაახლოებით პროცენტი. 10% მინახია, რომ აქვს ესეთი შეხორცებებიც, ცისტებიც, ეს ენდომეტრიოზული, მაგრამ არ ტკივად. ანუ ასე რომ ვთქვათ, ახლა გავაკეთოთ რეზუმე, რომ ეს არის ენდომეტრიუმის ნაწილაკების გავრცელება სხეულის არასწორ ადგილებში, ასე რომ ვთქვათ. ანუ პირველი პოდკასტის თემა იმიტომ არის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი დაავადება გინეკოლოგიური, რომელიც ძალიან დაბალ პროცენტში გადადის ონკოლოგიაში, რომელიც უშუალოდ რეპროდუქტოლოგიურ დაავადებებში განიხილება და არის 20-დან 40 წლამდე უმეტესად ქალების დაავადება, ანუ ახალგაზრდა გოგოების დაავადება. ესე იგი, სანამ ციკლი არსებობს, ხარობს ენდომეტრიოზით, ასე რომ ვთქვა და როდესაც გადავდივართ მენოპაუზისკენ ქალები, რა თქმა უნდა, მცირდება ტკივილით. როგორ იგებენ ანუ ქალები, რომ ეს დაავადება ჭირთ, ან როგორ მოგიან? ეგ არის თავი. მნიშვნელოვანია სიმპტომებზე, ასე ვთქვათ, საუბარი, იმიტომ რომ ერთი კიდე დავგვირგვინეთ ნინი ბოდიშკრიპტ, ესე იგი ეს არის არასწორი გავრცელება ენდომეტრიოზული ქსოვილის ადამიანის ორგანიზმში. ანუ ხვდებით ფილტვებამდე შეუძლია ავიდეს, სადაც ლორწოვანია. ფილტვებამდე შეიძლება ავიდეს. და არის თორაკალური ენდომეტრიოზი უმძიმესი და უიშვიათესი, მაგრამ არის ყოველი
მენსტრუაციის დაწყების წინ სუნთქვის გაუარესება, შეიძლება ესე იგი სისხლიანი ნახველი და საშინელი იმასთან გვაქვს საქმე პათოლოგიასთან, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია ღმერთის წყალობით, ჩემ ცხოვრებაში ერთხელ მქონია მყოლია ესეთი პაციენტი. და იშვიათია ნამდვილად. ასე რომ მნიშვნელოვანია ეს იგი, მაგრამ რაც შეეხება ეტიოლოგიას, საიდან განვითარდება, რატომ, როგორ, რა უწყობს ხელს, ბოლომდე მაინც არავინ არ იცის, ვერ გამოვიკულიათ, შესაბამისად ესეთი მკურნალობის მეთოდით გადაჭრით, რომ აი ამას ეს შველის არ არსებობს. ანუ არ ვიცით, საიდან ვრცელდება, რატომ უჩნდება, მე მყოლია 20 წლის ბავშვი, რომელსაც არც აბორტი, არაფერი არ აქვს გაკეთებული, ხა ფიქრობდით, რომ აბორტები იწვევდა ხშირი, რომ გამოფხეკის შედეგად ხდება უფრო მეტად გადასროლა ენდომეტრიოზული კერების, ანუ შხეფების მილებიდან, თქვა მუცლის ღრუში, არაფერი 20 წლის ბავშვი, არავით არის არც სექსუალური ცხოვრება დაწყებული, არა აბორტი, არა ნამშობიარები და აქვს ენდომეტრიოზული ცისტები. და მე მივხვდით, რომ ეს არ არის დამოკიდებული, თქვა აბორტებზე, არ არის რის ფაქტორი განპირობებელი, არ არის მარტო მშობიარობა. ანუ ასე რომ თქვა, არ ვიცით საიდან ჩდება. ერთადერთი ამიტომ სულ ვიძახი, რომ როგორც კი ახალ პატარა თინეიჯერ გოგონას დაეწყება ციკლი, მამებს, ყველას მოუწოდებ დედებს, თუ ვინც არის პასუხისმგებელი ამ ბავშვზე, აუცილებლად უკვე მიიყვანონ გინეკოლოგთან ერთი შემოწმება და ესე დაკონკრეტებაც, რომ ფსიქოლოგიურად რომ აი შენ გინეკოლოგთან უნდა წავიდე და არ უნდა. ზოგადად წავიდეთ ექიმთან მივდივართ, ჩემი ექიმი უნდა გაგაცნო. ნორმალიზება რომ მოახდინოთ ამ პროცესის. უფრო დედებმა უნდა წაიყვანონ, იმიტომ რომ ხო, გაჩნია მე მყოლია, რომელსაც დედა არ აყავს და დაყვება მამა, ეხლა რა თქმა უნდა გარდაცვლილია დედა. ხო, რა თქმა უნდა, იმ ბავშვთან ხო გითხარით. თუმცა ფსიქოლოგიაში იქ მაინც ქალობაში ქალმა უნდა შეიყვანოს და კაცობაში კაცი. ამიტომ ამ ბავშვებისთვის მე დედაც მე ვარ, ბებიაც მე ვარ, ეხლა მამას მაინც გარეთ ვალოდინებთ, რომ რაღაცები მაინც ამ ბავშვს ერიდება რომ მამასთან ისა, ნუ არ არის ეგ პრობლემა. თავარია მშობელმა, რომ დროულად და არ უნდა დაკონკრეტება, კიდე ერთხელ ჩვენ გინეკოლოგთან მივდივარ და დრამატიზირება. მარტივად მინდა გაგაცნო ჩემი ექიმი, წავიდეთ და მოკიდებთ ხელს და მოვდივარ და მე საუბარში რომ თვითონ ჩავთოთ ამ საკითხებში. ხო, იმიტომ რომ ძალიან პატარები არიან, ხა 12 წლის რომ აუცილებლად გინეკოლოგთან ენდომეტრიოზი არ კონდეს შევამოწმოთ, ესე არა. მუცლის ღრუ დავათვალიეროთ. ძალიან. აი ხა მე რაც მაინტერესებს, ანუ როგორ გინდება ეს დაავადება? პირველ რიგში მაინც უმეტესად, ახლა ნინიმაც მოიძიებს დებდეძებს ყველაფერს უმეტესად ტკივილიან მენსტრუაციებზე ახოლმე ლაპარაკი რომ უმეტესად დიაგნოსტირება ხდება ძირითადად ეს მიგნება მინდოდა გამეჟღერებინა რომ ძირითადად მე კომენტარებში რასაც ასე ვთქვათ დაუკვირდი და ადამიანები ძალიან დიდ დიალოგში შედიან ერთმანეთთან და ერთმანეთისგან ცდილობენ ამ გამოცდილების ასე ვთქვათ მიღებას ეგ ტენდენცია შეინიშნება რომ ზოგიერთი მათგანი დიაგნოსტირებულია სპეციალისტის მიერ და უმეტესობა ქალს ყოველ შემთხვევაში კომენტარებში ასე ჩანს ხოლმე რომ არის თვით დიაგნოსტირებული ანუ რაღაცა სიმპტომები და უკავშირა ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას და გადაწყვეტა რომ ეს არის ენდომეტრიოზი რაც ასევე ოღონდ მე უკვე ამას რაღაცა გადაწყვეტა და call to action-ი აღარ მოყოლია ექიმთან გადამოწმება უბრალოდ ეს call to action-ი არ ვიცი რა აი მოქმედება ოკეი ხო ანუ გადაწყვეტა თვით დიაგნოსტირებით რომ ენდომეტრიოზი აქვს და ხო ძალიან ბევრი და საერთოდ უკვე აღარ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა უფრო არის უკვე მოდიან გაგიჟებულები რომ თვით დასწრული დიაგნოზი ხო ძალიან ამ დროს დიფერენციაცია უნდა შეიძლება ეხლა ტკივილი სხვა რაღაცებისგან იყოს განპირობებული ელემენტარულად მაგალითად ჩემთან იყო პაციენტი რომელიც ყველა ნუ ამის უკვე ექიმებისგანაც იყო ეს დიაგნოზი ოღონდ თვით დიაგნოზით არ იყო მოსული მაგრამ აღმოვაჩინეთ საუბარში რომ მას 6 წლის ასაკში ჰქონდა ნუ საშინელი გაუსაძლისი ტკივილი მარჯვენა საკვერცხის არეში და ნამდვილად ენდომეტრიოზია ნუ არ იყო ჯერ არც სექსუალური ცხოვრება არ ქონდა დაწყებული არაფერი ვთქვათ რომ ინფექცია ყოფილიყო ინფექცია იყო ვთქვათ ყოფილიყო კერა ინფექციის შედეგად ეს ტკივილი და რომ ჩავეძია 6 წლისას გაკეთებული ქონდა ბრმანაწლავის ოპერაცია აპენდიციტი ამოჭრილი და ამ დროს როცა ამოკვეთეს ძალიან ხშირად კომუნისტების დროს მე იცოდა ხოლმე რომ საკვერცხებსაც გადავხედეთ ვინ ეკითხებოდა და არ ვიცი მაგრამ ნუ იქ საკვერცხებსაც გადახედა ქირურგმა და შინაური ექიმი იყო ეთქვა არ აქვს მნიშვნელობა გარეული შინაური აი ესე დაათვალიერებდნენ რევიზიას ატარებდნენ არ ვიცი რატო ეხო ის მაშინ ისე არ იყო ალბათ მიღებული და მოკლედ იმ საკვერცხეზეც იყო პატარა კისტა და ისიც მოვაშორეო მშობელი მე მიყვება დედა რომ კიო ნამდვილად 6 წელსაც გაუკეთა აი საკვერცხეზეო რაღაც წარმონაქმნის ანუ ამ დროს როცა იმან ეს მოაშიშლა ასე რომ თქვა ის ნაწილი წარმოიქმნა შეხორცების კერა და ის ტკივა ძველი შეხორცება ამ ბავშვს და არაფერ შუაში ენდომეტრიოზი არ არის ხვდები ამიტომ აი ამასაც მნიშვნელობა აქვს რა არასწორ ჩარევას
6 წლის ასაკში, 5 წლის, ნუ განსაკუთრებით გოგონებში ამ იმასთან შეხორცებებთან დაკავშირებით, რომ ბრმანაცლავს ხშირად მე იქ ვეღარ ხდება გამოყოფა ამ ოპერაციის დროს და საკვერცხის დაზიანებასაც აქვს ადგილი და ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა მოვეპყროთ ამ საკითხს. კი, აპენდიციტსაც აი ამ ოპერაციებსაც ძალიან ხშირად ეხლა უკვე შენელდა ესეთი მიდგომა, რომ ყოველ წუთში და ყველაფერზე აი ცოტა გავაგზავნებთ ამ თემას. მინდა რომ აი ამერიკული და საბჭოთა ის რა ვქვია მედიცინა, აი მედიცინაზე კითხო, ანუ დროის ფაქტორებში რამდენად წინ იყო ამერიკული მედიცინა? ხო, ძალიან წინ იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდე ეხლა ძალიან წინ არის, მაგრამ მაშინ ნუ საერთოდ როცა მე დავიწყე ამ დარგში მუშაობა, მე მეგონა რომ ალბათ ან მე მართლა არ ვიცი არაფერი, აქ რაც ხდებოდა, ან კიდაც ოპერაციულ ჩარევებთან მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა. ჩვენ ხო ისე მოსკოვში უნდა წავიყვანო და იქ გავაკეთებინო ოპერაციას. მაშინ ესე იყო და ოპერაციული ჩარევებიც, არასწორი მიდგომა, ინფექციების მკურნალობა, ვირუსების მკურნალობა, ნუ საშინელება ხდებოდა. არა, ამ ხრივ ჩვენ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯებია და არასწორი ერთ-ერთი. ეხლა ხო რუსეთზე წინ ვარ ჩვენ მედიცინით. ყველაფერზე ყოველთვის წინ ვიყავით და დღესაც რა ძალიან თქმა უნდა. რუსეთში რაც კარგი იყო ისინი წავიდნენ უკვე აღარ არიან რუსეთში და ვიღა დარჩა. თუ კი ვინმე კორიფე და ჭკვიანი ებრაელი ყველა წასულია და ასე რომ ყოველთვის ისედაც წინ ვიყავით. რა ვქნა ხა რაშიც გინდა ჩამითვალეთ ქართული ნიჭიერებას, ხო? ყველა ქვეყანაში არ არსებობს ვერ ნახოთ ერთი ნიჭიერი ექიმი ქართველი. მე ჯერ ეგეთი ქვეყანა არ მინახია. აფრიკაში მინახე რომ არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ნეფროლოგი იყო და დერმატოლოგი აფრიკაში. ყველგან აი არ არსებობს რომ ქართველის ნიჭი არ გამომჟღავნა. რა ვქნა ხა რაც არ უნდა მოიკლან თავი. ძალიან იმიტომაც გადავრჩით ალბათ ვიძახი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ ჩვენ. და მინდა კიდე ერთი აღვნიშნო რომ დიდი ცვლილება მის დიაგნოსტიკაშიც, გარდა ეხოსკოპიისა და ვაგინალური ეხოც, ეს ყველაფერი, რომელიც ნათლად აჩვენებს ბევრ ამას, მაინც ოქროს სტანდარტად, ნინა დამეთანხმება, რასაც კითხულობს და ინგაებს ჩემგანაც ინფორმაციებს და თავისთაც, მაინც ეს არის ლაპარასკოპიის ერამ აბსოლუტურად ნათელი მოფინა, მაგრამ ბევრი ცუდიც გააკეთა. იმიტომ რომ ყველამ დაიწყო ლაპარასკოპიის კეთება, ჩვენთან განსაკუთრებით ესეთ ქვეყნებში, სადაც მაინც რეგულაციები და ექიმის დაუსჯელობის სინდრომი და საერთოდ ის არსებობს, ესე მარტივად არ ხდება და ყველა ქირურგი რატომაც გადაკვალიფიცირდა ლაპარასკოპისტად და ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ენდომეტრიოზის დროს არასწორად გაკეთებულმა ჩარევამ, ვიდრე თვითონ ენდომეტრიოზს. იმ ენდომეტრიოზს ბოლო-ბოლო დათრგუნავ ტაბლეტებით, წამლებით, ჰორმონებით, ანტიჰორმონებით და გააჩერებ, თქვა, მის ავადობას, მაგრამ როცა ოპერაციული ჩარევა და იქ უკვე ასე რომ თქვა, მე ვიძახ ხოლმე დაჩეხილია საკვერცხე, აი იქ უკვე გამოსწორება ურთულესია, პრაქტიკულად შეუძლებელი. ამიტომ ყველაზე რთული ენდომეტრიოზის დიაგნოზი არის ლაპარასკოპიით გინდება, მაგრამ ამ ოპერაციის, რომელსაც რატომღაც ეგონათ, რომ ძალიან მარტივი იყო ამ ასეთი ოპერაციების გაკეთება, ერთ-ერთი ჩემი აზრი და ბევრი ჩემზე უფრო ჭკვიანი ქირურგის აზრიც ეგ არის, რომ ენდომეტრიოზის დროს ჩატარებული ლაპარასკოპია უნდა ჩატარდეს ძალიან მაღალკვალიფიციური გამოცდილი ლაპარასკოპისტის მიერ. ქირურგის ნებისმიერი ქირურგიული ნებისმიერი, პატარა რისკის შემცველი. პატარა, მაგრამ იქ მაინც კიდე სხვა არის. ნინი, იქ იმდენად ფაქიზად უნდა იმუშაო, რომ არ დაზიანდეს. გესმით ხო წარმოიდგინეთ, არის ტყე, რო შედიხარ შეხორცებების ტყე, რომ ერთი ზედმეტი არასწორი მოძრაობამ შეიძლება სრულად დააზიანოს საკვერცხე და ამიტომ სულ ვიძახი ხოლმე, რომ ყოფილა ეგეთი შემთხვევები, ანუ ძალიან ბევრი. საქართველოში მინახია ძალიან ბევრი და დღემდე გრძელდება. ხო და ეს რისი ბრალია განათლების პრობლემაა? ვერ გეტყვით რისი ბრალია, ალბათ თან ეს ქირურგია ჩემი აზრით, მე შემეძლო რომ მესწავლა თავის დროზე და მქონდა ამის შანსებიც ქირურგია, ლაპარასკოპიის ეს დარგი, ზუსტად ქირურგის ეს დარგი, მაგრამ მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ბევრი ვისაუბრეთ იმ დღეს, რომ ბავშვები ქუჩაში არ უნდა იგებდნენ, ანუ სექსუალური ცხოვრების იმას და იმიტომ ვიძახი რომ აი ხო, მე მგონი რომ ტერმინი აი სექსუალური განათლება და რაღაცა ეგეც არ არის
მიზად შერჩეული, იმიტომ რომ აი ელემენტარული ცოდნას ეგრე ქვეგინა სექსუალური გინდა სექსუალური განათლება მე მგონია რომ რაღაცა ვიღაცებმა აიტაცეს და ჩამოაყალიბეს ცუდ ფორმად ჩვენ გამოცდილებას გეტყვით როგორც სიტყვაზე ნარკოდამოკიდებული რომ ეს მაინც და მაინც ცუდი ტიპია და ცუდი ტიპი უნდა იყოს და ეს სექსუალური ცხოვრების სწავლა ცუდია და წელი მადვიყავით და მაგიტომ 70 წელი ტაბუ ქონდა დადებული ახლა დღეს არიან ექიმები რომლებიც პაციენტებს ეუბნებიან ერთ ჩემ პაციენტს ერთმა უთკითხა კიდევაც ახლა ალბათ გაეცინება თუ მიყურებს აუცილებლად მიყურებს ის ჩემი პაციენტი და ისა ლოგინი თუ გაქვს და ახლა 25 წლის არის თუ 24-ის და ლოგინი 25 წლისა შეიძლება ვერ მიხვდეს მართლაც და ლოგინების მეტი რა მაქვს ქალბატონო სახშიო ნუ ახლა მიხვდი ახლა ეს დაფარული ამაზე მე სხვა მილაპარაკოს ლოგინი ექიმბაში რა ვიცოდი მან ისიც არის რომ არა მხოლოდ რაღაცა ესე განხილვის საკითხებში პაციენტებსაც აქვთ პრობლემა რომ ექიმთან სწორად მოიტანონ ჩივილები თუნდაც და ილაპარაკონ ამ თემაზე გვიანი მიმართვის ერთ-ერთი მიზეზი მე ეგეც მგონია რომ ჩვენ ვერიდებით ინტიმურ ჯანმრთელობაზე ასე ვთქვათ იმიტომ რომ დედასთან ერიდების არ გვაქვს ამის გამოცდილება იმიტომ ვეუბნები 12 წლის დედას უჭირს ზოგჯერ ექიმსაც დედა რო ექიმია მაინც უჭირს და ჯობია ამიტომ ცოტა პროგრესულ ექიმთან მოხვდეს ეს ბავშვი რომ აუხსნას ყველაფერი ნორმალურად ეხლა მაგია რომ ბიჭები მაინც ჯობია რომ მაგასაკში ეხლა თუ ნათსაუნი და ან შვილიშვილია გასაგებია მე ჩემ შვილიშვილთან შემიძლია თავის ბავშვს ვილაპარაკო ყველაფერზე მაგრამ ბიჭთან მაგრამ ჯობია რომ მაინც წავიყვანოთ უროლოგთან ყავს ეგეთი არაჩვეულები რომელსაც გადასარევად ეხოსკოპიასაც გაუკეთებს აუხსნის ამ ბიჭებს საჭიროა, რადგან ჯერ სკოლა ვერ გვეხმარება. მოკლედ, არ გადავიდეთ თემას ენდომეტრიოზს დაუბრუნდეთ, თუმცა ვიტყვი რომ ის რა ქვია, როგორც ქალები საჭიროებენ გინეკოლოგთან სიარულს, ასევე კაცებიც 6 თვეში ერთხელ წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად ისე მარტივად ხდება თქვენთან ყველაფრის დადგენა, ჩვენთან შედარებით რომ ხანდახან ბრაზდები ხოლმე, რომ წელიწადში ერთხელ ეხოზე წასვლაც კი გეზარებათ. ეს მე სხვა საკითხად დროს ენდომეტრიოზი თქვენ არ გაწუხებთ, თქვენი პრობლემა არ არის, თუმცა გვაინტერესებს, ანუ უკვე დავინტერესებს. აუცილებლად და მეორე საკითხია კიდე, ხო, დიაგნოსტიკაზეც ვილაპარაკეთ, რომ ოქროსანდატი არის და ეხა ნინა დამისმენს ვიცი ახლა ზუსტად ამ საყვარელი. მე ასე ვთქვათ, ამ გადაცემის ჩაწერისთვის რომ ვიმზადებოდი და ვაგროვებდი ასე ვთქვათ კითხვებს და სხვა ინფორმაციას რაც ინტერნეტში ასე ვთქვათ არის ხელმისაწვდომი, ასეთი პატარა მიგნებასავით მაქვს რომ ენდომეტრიოზის მართვა და მინდა მაყურებელთანაც გავაჟღარო რომ კი კომპლექსური დაავადებაა, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია. ასეთი ასე მიგნება მაქვს ძალიან არის ენდომეტრიოზის კურნალობის გეგმა პაციენტის სურვილზე დამოკიდებული. მოცემულ მომენტში, ასე ვთქვათ, რა საჭიროება აქვს მას? ნინა, შენ უნდა შეცვალო პროფესია. მე შენ ისე გაგზარდე უკვე მოკლე ხანში, რომ მინდა რომ ისე დაამთავროს. ბევრ შურს ნინას ეხა ვინც გვიყურებს, რომ თათიასთან ძალიან მაგარი მოსწავლეა, ნუ გაგიჟებული ვარ. მიუხედავად დაიწყო და არ გააგრძელა სამედიცინო უნდა გავაგრძელებინო აუცილებლად. რომ მაგარი მოსწავლეა და ყველაფერს წუთში. ერთ 5-6 წელს თუ გინეკოლოგია დავიწყე. ხო, ეგეც შეიძლება. ხო, აი თავარი არის პაციენტს უეკითხებ, რომ მოდიან, რომ აი მე ენდომეტრიოზი მაქვს, ვეუბნები, მითხარით პირველ რიგში თქვენი სურვილი, ასაკი და სურვილი. იმიტომ რომ ასაკი ხა უკვე ისე შეიცვალა რომ ზოგჯერ 45 წლის ქალს შეხედავ და 25 წლის გოგოს გავს ამიტომ ვეუბნები რომ ასაკი მაგრამ მაინც საკვერცხე თავის ასაკის არის რაც უნდა კარგად გამოვიყურებდეთ ამიტომ საპასპორტი ასაკი მჭირდება და მეორე სურვილი რა გინდა ბავშვი თუ მკურნალობა უბრალოდ თუ უბრალოდ განსხვავებული რაღაც აბსოლუტურად განსხვავდება რა უნდა პაციენტს და იმის და მიხედვით, თქვათ, არის ორი პაციენტი, რომელსაც აქვს, აი განვიხილოთ ორი პაციენტი, რომელსაც ასაკის გარეშე ვთქვათ, აუტანელი ტკივილები აქვს, ნუ 20-დან 40 წლამდეა ლაპარაკი ამ. ვთქვათ, აი ამ რეინჯ ამ ფარგლებში ასაკი და ორივეს აქვს გაუსაძლისი ტკივილები ციკლის დროს, აქვს საშინელი დენები, აი დაახლოებით კლინიკა ერთ და იგივე, ოღონდ ერთს უნდა ბავშვი და სწრაფ, ესე იგი, რაც შეიძლება მალე. ამის კურნალობა. ენდომეტრიოზის კურნალობა და ბავშვი, მეორეს უნდა უბრალოდ კურნალობა და ყავს პარტნიორი და არ უნდა ორსულობა. აბსოლუტურად განსხვავებულია მიდგომა. ენდომეტრიოზის კურნალობის ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, მიდგომა არის ორსულობა. 9 თვის განმავლობაში რა გასწავლე, ნიკა? 9 თვის განმავლობაში საკვერცხე გამორთულია, არ მუშაობს, ესტროგენი არ წარმოიქმნება და ესე იგი ენდომეტრიოზიც ჩამქრალია, მიძინებულია. ამიტომ ტკივილი არ არსებობს და არის ბედნიერი 9 თვე.
ეხლა მე რეიტყვი რომ ეს 9 თვე რა კიდე 9 თვე ახლა სულ ესე ხომ აჩინო სანამ კლიმაქსი შევაკალი მაგრამ ნახოთ ერთჯერ გააჩენს და ნახოთ მე რა დარჩება და მე გადავწყვიტოთ რა უნდა ანუ პირველ რიგში თუ ქალს უნდა მოვა და აქვს ენდომეტრიოზი დავადგენთ ან კი ეხოზეთ ჩანს ისიც შეუდა განვასხვაოთ იქ რა ზომის ცისტებია და ასე შემდეგ მაგრამ მაგას მე მიეხედება უბრალოდ უნდა ვიცოდე სურვილი უნდა ბავშვი სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ორსულობა არის ხსნა ამ ტკივილებისგან და არის ენდომეტრიოზის თუ გარკვეული ფორმაა შეიძლება განკურნებაც კი მცირე ფორმის გასაგებია იმ შეხორცებებს ყველაფერს დათრგუნავს ისე ძალიან კარგად ხსნი ამ ყველაფერს რომ და ყველა ხალი მაშინვე დაორსულდება არა ეს პოდკასტი რო არ ჩაგვეწერა იქნებოდა ძალიან დიდი ცოდვა დანაშაული ხო და ალბათ ის პაციენტებიც მიიღებენ ამაზე პასუხს და ბევრი კითხვა ვნახე ესეთი რომ აი ენდომეტრიოზი აქვს და გონია რომ ეს არის ასე ვთქვათ განაჩენი რომ დაორსულება მინიმუმ ძალიან დიდ პრობლემასთან იქნება და შესაძლებელია ერა ასეთი ტექნოლოგიების განვითარების რა დროს ფარხმლის დაყრა და ამაზე ლაპარაკი მეორე არის რომელსაც ძალიან ტკივა გაუსაძლისი ტკივილები აქვს მაგრამ არ უნდა ბავშვი ყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი და ბედნიერი ცხოვრება უნდა ერთ გადასარევი არჩევანია კონტრაცეფცია არის ესეთი ანუ თან დაცვა და თან კონტრაცეფცია თან მოიგონეს ახლა უახლესი ეს კლაირა რომელიც შეიცავს ნატურალურ კლაირა არის კონტრაცეფცია ეს არის აი პეროს ანუ ყოველ საღამოს მე უნდა გააკონტროლოს იმ მეგობარმა ბიჭმა რომ არ დაავიწყდეს დალევა გოგონას ამ ფილების და ტაბლეტების ანუ ყოველდღიურად ძილის წინ უდევს გვერდზე და სვავს კონტრაცეფციულ ტაბლეტებს ანუ რომელიც გიცავს დაორსულებისგან და ამავე დროს რა შვება ესეც გამორთავს საკვერცხეს რაც ორსულობის დროს ხდება და ტკივილის ფენომენიც მცირდება ციკლების რაოდენობა თვითონ მენსტრუალური ციკლის შემცირებულია, დენები აღარ აქვს და არის ბედნიერი ცხოვრება. რა არის ამ ახალი კონტრაცეფციის ერთ-ერთი კიდე კოზირი და გადასარევი რამ, რომ კლაირა შეიქმნა ესეთი კონტრაცეფცია ახალი, რომელშიც შედის ნატურალური, აი ზუსტად ქალის ესტროგენი, რასაც გამოიმუშავებს ორგანიზმი, ქალის გორმონის ანალოგი. შედის შიგნით ეს ესტრადიოლვალერატი, რომელიც არის ბუნებრივის ანალოგი, გესმის? და ამიტომ ძალიან კარგად გადააქვთ ადამიანებს, არ აქვთ გვერდითი მოვლენები, როგორც არის გულისრევა, თავბრუსხვევა და ეს რაც ჭირს სინთეზურ რაც შექმნილ ამ კონტრაცეფციას, სხვა კონტრაცეფციასთან დაბალდოზირებულია. სხვა თემაზე წავედით. არა, ეს არის მკურნალობა. ეს მკურნალობა. აბა, ეს ვისაც დაორსულება არ უნდა. გავიგე. კონტრაცეფცია, აბა რა? ეს ენდომეტრიოზ მკურნალობა არის და თან თავდაცვა. ხო, ანუ ნატურალური. ამას უნიშნავს ექიმი აუცილებლად სასურველი, იმიტომ რომ იქ რაღაც უამრავი გამოკვლევებია, ხა ძალიან ბევრი არა, მაგრამ ეს კვლევები უტარდება, ანუ აი რა კვლევები დასაწყისში ტარდება. ხა ყველაფერს თუ მოვყვები, მე აღარ მოვა პაციენტი. ოკეი. რაღაც გამოკვლევები სჭირდება, აუცილებლად მკერდის, ფარისებრის, მუცლის ღრუსეეხო ელემენტარული. აუცილებლად სჭირდება. კიდე ესე იგი ვირგო ქალიშვილებს და გინდა უკვე არაქალიშვილებსაც სჭირდებათ კვლევები. აუცილებლად. დანიშნვის წინ, არც თუ ისე ბევრი. ხო. ესეც გაგეცით ახლა დაახლოებით რა, აბა კიდე რა ის არის? ზოგადად დაახლოებით სტატისტიკა მნიშვნელოვანი არის და ადამიანებს ძალიან ჭირდებათ ხოლმე მაგის მოსმენა, რომ ცოტა უფრო encouraged, უფრო რაღაცა გაამხნევოთ. როგორი ასე ვთქვათ, სტატისტიკა არსებობს ენდომეტრიოზით დაორსულების. აი, რამდენად დადებითი სტატისტიკა არის. მე ვერ გავიგე ერთი წამი. ენდომეტრიოზიანებში დაორსულების სტატისტიკა. აი, მაგას მეკითხება, ეხა ნიკა ეხლა სწავლობ, შენკო ძალიან ბევრი ამიცი. არა, მე ვსწავლობ, ეხა გიყურე. ორსულობა კარგია, დაორსულება. არის ეს. ყველა რაღაცას დაორსულება არის ხსნა, რო ვიძახი. ესე ადვილი ხო არ არის, ხა ნინა მიცის, ეგრე ადვილი არ არის, შეხორცებები, ამბებია, მიდის, საშინელებები, მუცლის ღრუში ადვილად დაორსულება არ ხდება, მაგრამ თუ მოხვდებით კარგ და პროფესიონალურ ექიმის ხელში, პრაქტიკულად ყველაფერი დაძლეულია. ხა ასაკიც რა ხალხო, ნუ გაგეპარებათ ასაკი, აი ესეთი ენდომეტრიოზიანებს სულ ვეუბნები, რომ აი მოითავეთ რა 35 წლამდე, ბევრი ბავშვი გინდათ მიაყოლეთ და
თუ გაქვთ ამის ეკონომიური საშუალებაც, მეუღლეც, ყველაფერი ხელს გიწყობთ, შეეცადეთ რომ გააჩინოთ, რაც შეიძლება რამდენი ბავშვიც გინდათ, დროზე მოითავოთ, იმიტომ რომ ენდომეტრიოზი საკვერცხის რეზერვსაც ამცირებს. თან გავრალდებით, რა თქმა უნდა. რაც უფრო ბევრი ვიქნებით, მე არა, ბევრი ხა ენდომეტრიოზი იყო კონდეს ყველას რვალი გამრავლდნენ, არა, მაგრამ ისედაც უნდა გავმრავლდეთ. აუცილებლად და განსაკუთრებით ენდომეტრიოზიანებმა მინდა რომ რომ მომადგებიან ხოლმე 35 წლის მერე არა ენდომეტრიოზიანიც და 38 წლის მერე რომ ახლა გაიგეს რაღაც რომ იყინება კვერცხუჯეთი და გვინდა კვერცხუჯეთის გაყინვა, ეგრე არ არის ხალხნო რა, ყველაფერს თავის დრო აქვს. გადასარევად შეიძლება გამოიყურებოდნენ და უკვე ახლა ისეთი მოვლის საშუალებებია რომ მართლა გამოიყურებიან, ხანდახან გავხედავ მართლა ამდენი წლის არის, მაგრამ რას ისავთ? ჩავხედოთ პასპორტში, ბიოლოგიური ასაკი. ბიოლოგიური ასაკი. არა, ხო არ თქვათ ორიოდე სიტყვით, აი მაგ ასე ვთქვათ, ფერტილურ მარკერებთან დაკავშირებითაც. აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აი ამ 20-დან 40 წლამდე ასაკში და პერიოდული კვლევები გჭირდება თუნდაც ენდომეტრიოზის გარეშე. საკვერცხის რეზერვებს არსებობს ორი გორმონი, რომელიც განსაზღვრავს საკვერცხე რამდენი წლის არ შეიძლება გამოიყურებოდა ვარდივით, მაგრამ საკვერცხი არ იყოს ვარდივით. ანუ საკვერცხეს თავის ასაკი აქვს, აუცილებლად მას აქვს ორი გორმონი, რომელსაც ერთს გამოყოფს ტვინი, მეორეს თვითონ საკვერცხე და ერთმანეთთან კავშირში არიან. ეს არის ანტიმიულერული ჰორმონი, რომელსაც საკვერცხე გამოყოფს და ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი. მაგრახს თავის ტვინი. ხო, და ანუ ესენი არიან ტიპები, რომლებიც აკონტროლებენ საკვერცხეს და ჩვენ ვიღებთ მამაკაცებს ესე არა გაქვთ. მამაკაცებს უნდა აიღოთ სპერმა, ძალიან ადვილია, ჩახედავ და იტყვი, კაია თუ ცუდია, ჩვენ ხო ახლა რას იზამ? ჩვენ გვაქვს სისხლით განსაზღვრა ამ ორი ჰორმონის, რომელსაც იგებთ ციკლის დაწყებიდან მესამე დღეს, ანტიმიულერული FSH-ი და იმის მიხედვით საზღვრავთ, რამდენი გაქვს დრო, რომ გადადო გინდა ენდომეტრიოზიანმა და გინდა არა ენდომეტრიოზიანმა შვილოსნობის პერიოდი. თუ ის დაბალი გაქვს, გადადებაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ კონტრაცეფცია, რაც უნდა გადასარევი მოვიგონოთ და ნატურალურის ანალოგი, თვითონე მაინც უკვე დიდი კვლევები ამაზე ამცირებს საკვერცხის რეზერვს. ენდომეტრიოზის შემთხვევაში განსაკუთრებით ენდომეტრიოზი თვითონ ამცირებს. კიდე აქედან ემდატება კონტრაცეფცია და კიდე თუ დაიბადე ცოტა შემცირებული რეზერვით, ხო არის ვიღაცა იბადებოდ პატარა მცირე რეზერვით საკვერცხის, ზოგი დიდი რეზერვით, ხო? აი ეგ ინფორმაცია მინდა რომ მომხმარებელს კონდეს. მე ჩემ პაციენტებს მივხვდი რომ თვითონვე დაუსვამ თავის თავს დიაგნოზი უკვე მარტივად რომ ფაქტიურად მედიცინას ასწავლი რაღაც დონეზე, როცა იმიტომ რომ შენ თუ შენი თავი კარგად არ შეისწავლე, რა ექიმი და რა რეპროდუქტოლოგი ყველაზე კარგად შენ გრძნობ იმას რა, რომ აი რა დროს რა გჭირდება, ოღონდ ნუ უნდა გზა გიჩვენო, ჩაქსვა იმაში. მე მგონია რომ ამოწურავად, რა ვიცი, შეიძლება ამ ენდომეტრიოზზე ბევრი აუსრულებლად ვილაპარაკოთ. 200 პოდკასტი ჩავწეროთ. ერთი მინდა კიდე უცებ ვიტყვი რომ აი ამაზე ვგიჟდები რა, აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ექიმთან და გინა ქირურგთან და გინა ხალხნო არ არის ესე რომ ყველა ენდომეტრიოზული ცისტა აუცილებლად იყოს საოპერაციო. არის საოპერაციო ზომებიც არსებობს, მაგრამ ესე დოგმაც არ არის, მაგრამ აი 4 სანტიმეტრი და ზემოთ, 4.5 და ზემოთ ყველა ვარიანტში საჭიროებს მაინც მე ესე ვფიქრობ და ბევრი მე რა შუაში ვარ, მთელი მსოფლიო რომ მაინც საჭიროებს ცოტა ხნის დაკვირვებას და ლაპარასკოპიულ ჩარებას და კისტების მოშორებას. მანამდე კისტები 4-მდე, 4.5-მდე, კიდე ერთხელ სურვილი რა აქვს პაციენტს, მაგრამ კისტა თუ იზრდება და 4 სანტიმეტრზე დიდია, იქ უკვე სურვილი რა გვაქვს არ გვაინტერესებს. პირდაპირ ლაპარასკოპიული ჩარება გამოცდილი მაგარი ლაპარასკოპისტი ქირურგის მიერ, რომ არ დამიზიანოს საკვერცხე და დატოვოს ქსოვილი, რომელიც ჩემ მეგობარ ქირურგებს არ უჭირთ ესე. და თუ ვინიცობა პატარა ცისტები ზომით და პაციენტს უნდა ორსულობა სასწრაფო რეჟიმში უნდა მივიღოთ როგორღაც ეს ორსულობა 3 სანტიმეტრამდე კისტებით არანაირ საშუალებას არ წარმოადგენს რომ მივიღოთ ორსულობა და ორსულობის დროს ეს ცისტები იქნებ უმეტესად პატარავდებიან. ეს ენდომეტრიოზი არ არის განაჩენი 21 საუკუნეში, მოგვარებადია პრობლემა და შეგვიძლია დავაკონსერვოთ რაღაცა ეტაპზე და უბრალოდ უშვილობის განაჩენი არ არის არანაირი დრამატიზმი, არანაირი ნერვიულობა. სწორ ექიმს თუ მიაკნებთ, სწორ დროს და მიხვალთ, ყველაფერი მოგვარებადია. ვაგებ პასუხს 100%-იანად. უბრალოდ ასაკი არ გაგექცეთ. აი, სუვიძახი ხალხნო, გაითვალისწინეთ, საკვერცხე არ დადის თქვენ ჭკუაზე. ის თავისი ბიოლოგიური ცხოვრებით ცხოვრობს და რიტმით. დრო არის ყველაზე ფასეული ყველაფერში.
გისურვებთ წარმატებებს და ენდომეტრიოზი რაც შეიძლება ცოტა ყოფილიყოს ამ ქვეყანაზე. სამმა მამაკაცმა გავიგეთ, ეხლა შენ რაც ილაპარაკე და ძალიან დიდი მადლობა. იმ დღეს კითხე და ბოლომდე ვეღარ დავასრულეთ ეს საუბარი. ანუ ბავშვის გაჩენა ვისაც უნდა, მეც კითხეს მერე რო თათიასთან ის როგორ არის და რაღაცა და აუცილებლად გითხავ მეთქი პოდკასტში თქო. ანუ ადამიანს ბავშვის გაჩენა რო უნდა, მე ვიცი რომ შენ დაორსულებიდან, ანუ ხელოვნური განაყოფიერებიდან ბოლო წერტილამდე გახარ ამ ადამიანების გვერდში და შენ მითხარი ადრე რომ აი კბილი რო ატკივდებაო ღამეო შეუძლია. აუცილებლად ორ სულს უფლება არ აქვს, მე და ჩემი ორი ასისტენტი სუმად სამსახურში ვართ. ამას ვერ იტყვის ერთ-ერთი ორსული რომ არ გვიპასუხია, აქვთ უფლება WhatsApp-ზე ნებისმიერ დროს მომწერონ და დამირეკონ და ამავე დროს, რა ვიცი, აი მართლა და ხანდახან ჩემი მეგობრები და დედაჩემი სულ მაგას ხუმრობს ხოლმე რომ სახელსაც თათია ურჩევს და მე ბაღს და სკოლასაც ამ ბავშვებსო. ნუ იმიტომ რომ არის საქართველოში რა უფრო გართულებულია რა რაღაც სიტუაციები, აი ღამე მაგალითად სად მივიდნენ რომელ კლინიკაში რაღაც და მე ვცდილობ რომ ამ ყველა კლინიკებთან დავიჭირო, ანუ კარგი ურთიერთობა მქონდეს, რომ შედის პაციენტი ღამე და ეუბნება რომ თათიასგან ვარ, იმითი კი არა რომ როგორც ძველ ცოტა აქვს კიდევ ზოგიერთ ექიმს გადმორჩენილი ის კომუნისტურ პერიოდში რომ აი არ აინტერესებს და ღამე ვიმე გააღვიძო შეაწუხოს, მაგრამ იციან რომ მე ძალიან ცუდი ხასიათის ადამიანი ვარ და თუ გამაბრაზებენ, ამას არ დავწოვებ უყურადღებოდ. და ამიტომ ისედაც ზოგი თვითონ ჩემი პაციენტი ამ კლინიკებში ზოგს მე თვითონ მივეხმარე და იციან რომ მიყვარს როცა ჩემ პაციენტებს სიყვარულით ექცევიან. ამ თემას რატო შევეხეთ? მინდა რომ შემდეგ პოდკასტში ანუ ძალიან აინტერესებს საზოგადოებას რომ აი ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვილაპარაკოთ, ვიცი რომ ძალიან მაგარ სპეციალისტებთან თანამშრომლობ, მეგობრობ, აქაც ჩამოდიან, ატარებენ მასტერ კლასებს ეს ადამიანები და მინდა რომ რაც უფრო მეტი განათლება იქნება საზოგადოებაში ამის მხრივ და ვიღაცები არ იტყვიან რომ ეს აი არ შეიძლება, ან ვიღაცები იტყვიან რომ შეიძლება, ანუ რადიკალიზმში გადავარდნილ ადამიანებზე ვსაუბრობ. ჩემ მეგობარს ყავს ძალიან კარგი ბავშვები, ხელოვნური განაყოფიერებით. ძალიან საყვარლები არიან, ძალიან მორწმუნე ბავშვები არიან, ეკლესიაში დადიან, ლოცულობენ, კარგად არიან. ერთმა მოგცა მაგის უნარი რომ შევისწავლეთ ხელოვნური განაყოფიერება და შევძელით რომ ამ ესეც ღმერთის დამსახურება. რა თქმა უნდა, ეგ თავისთავად. ხანდახან ისეთი გამოდის ხოლმე და ისეთი სიტუაციებიდან გამოძრება პაციენტი და ისეთ ოპერაციიდან და უცებ დაორსულდება რომ ხანდახან ურეკავ ხოლმე ვაძიმს ვისთანაც უმეტესად მე მეგობრობ საქართველოში, უმეტესად კი არა პრაქტიკულად ჩვენ ერთად ვართ ვინც ატარებს ამ ლაპარასკოპიულ ჩარევებს ჩემ პაციენტებში, ხანდახან გამიფიქრები ხოლმე რომ ხანდახან კლავ რატო დაუტოვე ეს მილი შენ ხო იცი რომ იქ შეიძლება გარე ორსულობა და ზუსტად იცის აი ისიც ჩემსავით აი ასე მგონია ყველა ტკივა ყველაფერი გზნობს რომ ისეთ ხიდზე გაგვივლია ბეწვის და ისეთ დროს ისეთი შედეგი რომ აქ თუ ღმერთის ხელი არ ურევია აბა ღმერთის ხელი ურევია ყველაფერში რა ნამდვილად უბრალოდ შენ არ უნდა მოიტყუო ექიმა და მართლა კარგი განათლებაც კარგია მაგრამ აი რაღაცა კიდე უნდა გქონდეს რა ამის გარეშე არის შენს გარეშე და ნინას გარეშე ვამბობ რომ ხელოვნური განაყოფიერებით იბადებიან ძალიან მაგარი ბავშვები ვისაც უნდა მოვიდეს და მეკამათოს ამაზე არანაირ გინეკოლოგიურ ჩარევას არ ვარ მე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვამბობ და ადამიანებო რაც უფრო მეტ სინათლეს და განათლებას შევიტანთ საკუთარ თავებში მით უფრო კარგად ვიქნებით მე იმედია რომ კარგად წავიყვანე რაღაცა სწორი შეკითხვები დავსი თუ არა სწორი შეკითხვები დავსი ძალიან დიდი ბოდიში გაოგნებული ვარ თქვენი წინსვლით ამ დარგში გაოგნებული დასასრულს მეც აღვნიშნავ რომ ის რო არ იყოს ასე ვთქვათ სალექციო ფორმა რო არ მიეცეს ამ ჩვენ პოდკასტებს ამ ვიდეოს კომენტარებში ან ჩვენს გვერდზე ყველა ასე ვთქვათ მაყურებელს შეუძლია შეგვეხმიანოს თავისი ასე ვთქვათ გამოცდილება გაგვიზიაროს კითხვები გაგვიზიაროს ყველა კომენტარს წავიკითხავთ და მაქსიმალურად ვეცდებით რომ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. მე გეტყვი რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა თათია გინეკოლოგიაზე და რეპროდუქტოლოგიაზე პასუხს გცემს. და სუმეონებიან. ეს ვიცი ჩემი მეგობარი და რა ვიცი ნაცნობებისგან რომ რო ახსენებ თათიას იქ მოხოლმე ტუღუში. არა, რა აზრი აქვს ჩვენ იმასაც რო აძლევო ტელეფონებს ორივე ჩემი ასისტენტი მენდა მაინც ყველა ეს WhatsApp-ს მე უნდა უპასუხო, გამორიცხულია რომ ან
გამორიცხულია, რომ ან ყველა კომენტარს მას ასე თუ ისე კი არა, ყველაფერს მე ვაკონტროლებ საბოლოოდ და WhatsApp-ზეც ლაპარაკი ზედმეტია, რომ რომელიმე ასისტენტმა ჩემ გარეშე ახლა ჩაწერაზე და დროის შერჩევაზე რა თქმა უნდა არა და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამთეთ ამ საქმეში და თქვენს დიდი განმანათლეთ. მადლობა ნინას, მადლობა თათია. შენ რო არა ნიკა პოდკასტზე ლაპარაკი ზედმეტი ყო არც ვიცოდი რა. პოდკასტი მე მგონია რომ ეს არის სპონტანური შეკრება, სადაც პროფესიონალთან ერთად გავარჩევთ რაღაცა თემას და საზოგადოებას გამოვიყვანთ ცოტა იქიდან, რა ქვია, ჩიხიდან და დავდგებით გზაზე სადღაც და რაც უფრო მეტი განათლება იქნება, რაც უფრო მეტი სწორი ინფორმაცია იქნება, მით უფრო წინ წავალთ, მე ესე ვფიქრობ, რა ექიმბაშებთან და სადღაც აღარ ვივლით და მივენდობით ღმერთს და ექიმებს. აუცილებლად. მადლობა დიდი. მადლობა. კარგად.